საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 5 მაისს ბათუმში მოხდა ტერაქტის გახსნისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელი დააჯილდოვა. დანაშაულთან ბრძოლაში ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის და გამოჩენილი თავდადებისათვის სამართალდამცველებს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენები გადაეცათ. მიხეილ სააკაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მამაცობის თავდადებისა და მხედრული ვალის მოხდისათვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი დიონიდე კორძაძის მიენიჭა, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ლაშა მიქაძე დეტალებით. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დიომიდე კორძაძე დაჯილდოვდეს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ. საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის გახსნისთვის მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი 11 სამართალდამცავს დანაშაულთან ბრძოლაში ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის და გამოჩენილი თავდადებისთვის გადაეცათ. 2010 წლის 5 მაისს ბათუმში მომხდარი ტერაქტის დროს აჭარის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი დიომიდე კორძაძე დაიღუპა. პრეზიდენტმა ორდენი დღეს მის მეუღლეს რუსუდან მუთიძეს გადასცა. შეერაღებული ძალების წარმოადგენლებს ყველამ უნდა მივაგროთ პატივი, იმიტომ რომ ეს არის მართლაც საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოების მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ პერიოდულად მათ უხდებათ ყველაზე მაღალი ფასის გაღება თავის სამშობლოსთვის, საკუთარი სიცოცხლის. და ეს საქართველოს მარადძოს არ უნდა დაივიწყოს. და მათი სიცოცხლე ძვირად უნდა დაუჯდეს მათ, ვინც ამ სიცოცხლეზე ხელს აღმართავს და ეს თქვენ დღეს უზრუნველყავით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მკვლელობა რუსეთის სამხედრო დაზვერვამ დაუკვეთა. სპეცსამსახურების დავალებით აჭარის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე ტერაქტი ქალში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელმა ვალმერ ბუთვამ და რუსულმა გრუნდაგეგმა. სქემა ასეთი იყო: ტერაქტის მოწყობა ქალში მცხოვრებ ოთარ როგავასა და თემურ ბუდბაიას დაავალეს. შემსრულებლებმა ტერაქტისთვის კიდევ 3 პირი დაიხმარეს. ბრალდებულ გიორგი გაბუნიას გარდა ყველა დამნაშავე უკვე დაკავებულია. არსებობს აღიარებითი ჩვენება, სადაც თემურ ბუდბაია დეტალურად იხსენებს, როგორ ეს გალში დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა და როგორ დაამონტაჟეს ნაღმი დიმიტრი კორძაძის ავტომობილზე. პრეზიდენტმა ტერაქტის გახსნისთვის და მაღალი დონის მუშაობისთვის სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა. შეკრიფეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი თანამებრძოლი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დიმა კორძაძე და ის თუ როგორ მოახერხეთ თქვენ მის წინააღმდეგ და ესე იგი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტის გახსნა და ამ აქტის განხორციელებლების დაკავება. მე მინდა ყველას სახელით მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ის ვინც ხელი აღმართა საკუთარ სამშობლოზე, მის საუკეთესო წარმომადგენელზე და ესე იგი ქართულ ხალხზე არ დარჩება დაუშველი და თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველოს შემდგარი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თავის დაცვა და თავის საუკეთესო შვილების დაცვა. საქართველოს ყავს ეფექტური მთავრობა და ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი, ჩვენ გვყავს ეფექტური უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სტრუქტურები, რომელთაც ისწავლეს მაღალ დონეზე დანაშაულის გახსნა, ქვეყანა გადააქცეს უსაფრთხო ადგილად მისი მაცხოვრებლებთათვის და ისწავლეს პასუხის გაცემა, საკადრის პასუხის გაცემა ყველანაირი უცხო აგრესიული ელემენტისადმი და მათი ადგილობრივი დამქაშებისთვის. აფეთქების ხმა ბათუმში გასული წლის 5 მაისს დილის 10 საათსა და 30 წუთზე გაისმა. ამ დროს კორძაძე აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩაზე ტოიოტას მარკის ჰაილუქსის ტიპის ავტომობილით გადაადგილდებოდა. მანქანაში ამოქმედებული ნაღმის შედეგად კორძაძე ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაიჭრა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სპეციალისტი ბადრი ლამპარაძე. დიმიტრი კორძაძე 2007 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურში მუშაობდა.